იცი რა კნოპა, შენი საერთოდ არ მესმის, უბრალოდ გთხოვე რომ გაგეკეთებინა, რატომ ასეთი რთულია? და დიანა, მაინდა-მაინც მე რატომ უნდა გამეკეთებინა და თუ ვერ გავაკეთე? და რატომ ვერ უნდა გაგეკეთებინა, არ მესმის? იმიტომ რომ დაკავებული ვიყავი. კარგი, გოგოებო, დაწყნარდით, საუკეთესო მეგობრები ხართ, ნუ ჩხუბობთ. იცი რა კნოპა, შენ როცა რაღაცას მთხოვ, მე ყოველთვის გისრულებ. კარგი, ახლა ნუ იტყუები. როდესაც გთხოვე რომ ჩემი ამანათი აგიღო, რა გააკეთე? არა იღე და უკან გაგზავნეს. იმიტომ რომ შენ არ მომეცი საბუთები, რომ მივედი ოფისში, არ მომცეს. კარგი, შეგიძლია მომატყუო, მაგრამ მე შენი არ მჯერა. კარგი კნოპა, არ დამიჯერო, მაგრამ არ გატყუებ. აი საუკეთესო მეგობრები. ხო, რა არაფერზე ჩხუბობენ. გოგოებო, კარგი, გეყოფოთ, ჯობია ჩხუბის მაგივრად ვივარჯიშოთ. გეთანხმებით. კარგით, გოგოებო, ვარჯიში. მე არ ვივარჯიშებ. კნოპა, გაგიჟდი, ჩრილდერობა. არ მადარდებს, არ ვივარჯიშებ, გითხარით უკვე ერთხელ და დამთავრდა. კარგი, კნოპა, გოგოებო, მაშინ კნოპას გარეშე უნდა დავიწყოთ ვარჯიში. ვა, ძალიან მიგვირს, საერთოდ რატო იჩხუბეთ? არ არის მნიშვნელოვანი მასკოტ. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა, ბანი აუცილებლად გაიმარჯვებს. ხო, აუცილებლად გაიმარჯვებს. კნოპა, არ მესმის რა გინდა? კი, მე და შენ ვიკამათოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მე გუნდის კაპიტანი ვარ და მე ასე არ უნდა მესაუბრო. ხო და მე არავინ არ მიყვირის, გასაგებია? და დიანა, ფრთხილად იყავი, ძლიერი ჩრილდერი ვარ და ბაყაყებთან წავალ. კარგი კნოპა, თუ ასე ძალიან გინდა, შეგიძლია ახლავე ადგე და წახვიდე ბაყაყებთან, გაიხადე ეგ ფორმა და ჩაიცვი ბაყაყების ფორმა. წადი. არა გოგოებო, ეს არაფერი ნამდვილად არ არის, მითხარით რა ხდება? არაფერი. საუკეთესო მეგობრებმა იჩხუბეს. ხო, ვიჩხუბეთ და მგონი სამუდამოდ. ჯანდაბა, შოკში ვარ, რა სჭირს კნოპას? კარგი დიანა, დაწყნარდი, შერიგდებით. ხო და მართლა ბაყაყებთან რომ წავიდეს მერე? თუ წავიდა, თავისი საქმეა, გოგოებო, გავაგრძელოთ. G-A-M-A-R-J-V-E-B-A გამარჯვება. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. დიმა, ვნახე რომ დიანას ფოტო მოიწონე და მარტო დიანასი კი არა, მისი მეგობრების იცეს როგორ გავიგო. აქ კიდევ რამდენი ხანი უნდა გეოდოთ, მალე ქენის დავიღალეთ თქვენი ჩხუბით. საალთისფერო ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. არა დიმა, არა, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით მაგ დროს. დაიცადე, დიმა, ეს ნორმალური არ არის. საალთისფერო ლაიქები იმისთვის არსებობს, რომ დაალაიქო, თუ რაღაც მომწონს, მაშინ დავალაიქებ. დიმა, თუ გინდა რომ შენი შეყვარებული ვიყო, უნდა შეწყვიტო ეს ფოტოების მოწონება, გასაგებია? ღმერთო, ისევ ლაიქებზე ლაპარაკობენ. კნოპა, გამარჯობა. ნახვამდის კოსტა. დღეს ყველა გაბრაზებული რატოა? მიდით, მალე მოგვარით თქვენი ლაიქების პრობლემა. გამარჯობა კოსტა, დაკავებულია? ხო. და ვინ არის? არ ვიცი. დიმა, მინდა რომ ბოდიში მომიხადო. დარისთვის, ლაიქისთვის, ასე ძალიან თუ გინდა მოვაშორო. გავიგე, მაგრამ ბოდიში მაინც მჭირდება. ხო, საალთისფერო, ჩვენი ურთიერთობა ძალიან რთულია. ხო, იმიტომ რომ სხვის ფოტოებს იწონებ. საალთისფერო, ახლა მიყვერი და საერთოდ იცი რომ გოგოს და ბიჭის ერთად შემოსვლა არ შეიძლება. არ მადარდებს. კოსტა, აქ ვინ არის? მასწავლებელმა იქ ხო გეუბნებით, არ ვიცი. კოსტა, აქ საალთისფერი და დიმა არიან. მეგობრებო, მან რა გინდა დროზე გახსენით. აი ხო ხედავ, გამოგვიჯერეს, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? არ გავიდეთ უბრალოდ. არა, საალთისფერო, შენ გამო აქ მე არ დოვრჩები. მეგობრებო, არ მესმის წესები და გავუცლად, კარები რატომ ჩაგედეთ? დიმა, შენ იყავი? მასწავლებელმა იქ რას ფიქრობთ, შეიძლება ბიჭმა სხვა გოგოების ფოტოები მოიწონოს? რა, მასწავლებელმა იქ რას ფიქრობთ, საალთისფერს აუხსენით? ხო, აუხსენით დიმას. ხო, არ უნდა დაალაიქოს. ზუსტად მაგას უხსნიდი საპირფარეშოში დიმას, რომ სხვა გოგოების ფოტოებს ვერ მოიწონებს. ღმერთო ჩემო, საალთისფერო, შეგეძლო ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვა ადგილას აგეხსნა, ახლა წადით. მეგობრებო, ძალიან ხმამაღლა ყვიროდით, მე არაფერი მithქვამს მასწავლებელმა იგისთვის, მაგრამ გამოიცნო, ყველაფერი ლაიქების გამო. ხო, ყველაფერი ლაიქების ბრალია. საალთისფერო, ჩემი აზრით ყულად დარდობ, დიმა, წაშალე ლაიქები. რომ გიყვარდა სხვა გოგოების ფოტოებს არ მოიწონებდი, წაშალე ახლავე. კარგი, საალთისფერო, წავშლი ლაიქებს. ბიჭებო, ჩვენ სკოლაში რატომ მოდიხართ? ხო იცით რომ მასწავლებელმა იგი წინააღმდეგია. თქვენი სკოლა არ ყოფნით? მომისმინეთ, ეს თქვენი საქმე არა. ჯობია გვითხრათ გომბეშოებს რა უყვართ. გვინდა რო გოგოები დაუპატიჟოთ. ყველაზე ხშირად რას უყვეთავენ? ესე იგი მათთვის გინდათ შეგვეთა, მათ ბევრი ჭამა უყვართ. უყვართ სალათები, პიცა და კარბონარა. კარგი, მაშინ 4 კარბონარა და 4 პიცა. მარკუს, ბევრი ხო არა? არა, უნდა ვაჩვენო თუ ისინი მოგწონს. კარგი ბიჭებო, დასხედით და გავაკეთებთ. მე ამბოხეებთან დაამთავრეთ? პიცა, ნუ ინტერესდები, ჯობია შენ საქმეს მიხედო. ჩვენ გვინდა რომ მე ამბოხეები ვაეჭვიანოთ.
შოკში ვარ, რა ხდება ჩვენ სკოლაში? პიცა მთავარი ბევრი შეკვეთებია. გამარჯობა ბიჭებო. ხედავ საერთოდ არ გეშინიათ რომ მასწავლებელი მაიკი დაგინახავთ. ეს ბიჭები უშიშრები არიან. ესე იგი დღეს კინოში მივდივართ, მაგრამ გოგოებო უნდა გამოვიცვალო. გოგოებო შეგვიძლია დღეს ყველგან გატაროთ, მანქანით ვართ. ხო, მამამისმა მანქანა აჩუქა. ამიტომ გოგოებო ყველაფერი კარგად იქნება. ვაუ, ბიჭებო ძალიან მაგრები ხართ. აი ეს პიცა ცივი მოჰიტო ჩემთვის. კარგი ახლავე გავაკეთებ. კნოპა, გამარჯობა. ეს კნოპა რაში გჭირდება, როცა ჩვენ აქ ვართ ბაყაყები? კნოპა მე ამბოხების გარეშე არის. თან რაღაც საკუთარ თავს არ გავს, რაღაც მოხდა. ბაყაყებო, საერთოდ ვერ ჩურჩულებთ, ყველაფერი მესმის და თქვენი საქმე არ არის რა მოხდა. კნოპა, კიდევ გინდა რამე? არა, მადლობა. ჩვენდება გოგოებო, კნოპასთან ვიკამათე და ახლა ძალიან სულად უგრძნობ თავს. რა გავაკეთო, რას მირჩევთ? დიანა, სიმართლე რომ გითხრა, კნოპა არის დამნაშავე ამ კამათში. ხო და შენ არ მიხვიდე პირველი. დიანა, ჩემი აზრით ცუდი არაფერი არ არის, თუ ცოტა შერიგების ინიციატივას გამოხატავ. ხო, არა, მასკოტ, კარგი გოგოებო, ახლა კნოპას მივწერო, მამოვიდეს და ბოდიში უნდა მოვუხადო. დიანა, არც გაბედო, შენი ბრალი არაფერი არ არის. ზუსტად დიანა, გუნდის კაპიტანი შენ ხარ და ეგ უნდა დაიმახსოვროს, რაც არ უნდა მოხდეს. თან უბრალოდ წავიდა ვარჯიშიდან. მეგობრებო, დიანას ასე რატო აწვევით? ასე არასდროს არ შერიგდებია. რა ვქნა, მივწერო თუ არა კნოპას? არა. დიანა, დაიმახსოვრე, ის გააკეთე, რასაც შენი გული გეუბნება. გოგოებო, არ ვიცი, როცა კნოპასთან ვკამათობ, ყოველთვის ვრიგდებით. თან მე მივდივარ და პირველ ნაბიჯს მე ვდგამ. ყოველთვის ეგრეა. ზუსტად, ახლა პირველი ნაბიჯი მან უნდა გადმოდგას, იმიტომ რომ თუ სულ შენ გააგრძელებ ასე მოქცევას, ვერაფერს ვერ გაიაზრებს. კარგით გოგოებო, ხვალამდე მოვიცდი, თუ არ მომწერს, ავდგები და მივწერ მაინც. დიანა, თქვენ ძალიან კარგი მეგობრობა გაქვთ. ჩხუბი და შერიგება ნორმალურია. საყვარელო, მითხარი რა მოხდა? კნოპასთან იჩხუბეთ? ის ყვირის და გაბრაზებულია. ბიჭებო, უკვე ყველაფერი მოგიყვათ? სმაილ, მე და კნოპამ ძალიან ვიჩხუბეთ. საყვარელო, არ ინერვილო, მე ჩხუბობ ხოლმე მაქსთან, მაგრამ არაფერია, ვრიგდებით. დიანა, ისე შემიძლია კნოპა აქ მოვიყვანო და ილაპარაკოთ და შერიგდეთ. ტიმურ, კარგი იდეა. არა, ჯობია აქ არა მოიყვანო, ხო ხედავ როგორი გაღიზიანებულია დაზრანტის. მისმინე ტიმურ, შენი კნოპა არის აქ დამნაშავე. გოგოებო, მე რატომ მიყვირით? ის არაფერ შუაშია. კარგი გოგოებო, დაწყნარდით, ტიმური აქ მართლა არაფერ შუაშია. კნოპასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ხო და უბრალოდ წავიდა ვარჯიშიდან. ხო, და შეგვაშინა რომ ბაყაყებთან გადავიდო და ეს ნორმალურია? არა, არ მიგატოვებთ, იმიტომ თქვა რომ ნაწყენია. და საერთოდ რის გამოიჩხუბეთ, მე არაფერი არ მესმის. მოკლედ, კნოპას ვთხოვე რომ გამომყოლო და წვეულებაზე და დედაჩემი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიშვებს, თუ კნოპაც არის იქ. მითხრა რომ არ შეეძლო, მშობლები არ უშვებდნენ და მაგ საღამოს ტიმურთან ერთად წავიდა პაიმანზე. ეს საიდან იცი? ბავშვო, კნოპასთან პაიმანი ქონდა? კნოპამ მითხრა ეს ყველაფერი ტიმურ, კნოპამ უბრალოდ ძალიან მინდოდა წასვლა და მომატყუა რომ მშობლები არ უშვებდნენ და შენთან ერთად ცეირნობდა თურმე სინამდვილეში. ისე ეს არ არის მეგობრული საქციელი. საერთოდ მე ვუთხარი კნოპას რომ პაიმანზე წავსულიყავთ. კარგით, ბიჭებო, ახლა გოგოებმა უნდა გამოვიცვალოთ. კარგი საყვარელო, იმედია კნოპასთან ყველაფერი კარგად იქნება. ხო, მეც სმაილ. მეგობრებო, ძალიან მიხარია რომ ჩემი ცეკვის გაკვეთილებზე მოხვედით. ჩემი ცეკვების მერე თქვენი სხეული უკეთესი და უკეთესი იქნება. ახლა წყვილებში დადეკით. მეგობრებო, რა პრობლემაა წყვილების შეკარით? გოგოებო. არა. ლეილა? Yana, შენთან ერთად წყვილში არ ვიქნები. რაიან, წყვილები არ ყავს, ამიტომ რამე სხვა უნდა გავაკეთოთ. მეგობრებო, ცეკვე ერთმანეთთან გვაახლოებს. აირჩიეთ მე წყვილე და იცეკვეთ. კარგი, ბროვასტი, მე დღეს შენთან ერთად ვიცეკვებ. კარგი. პატრიკ, მე შენთან. კარგი. ჯიჯი? კარგი, მეგობრებო, მოძრაობები ჩემს მერე გაიმეორეთ. არა, მეგობრებო, ენერგიას ვერ უგზნობ. ეს წყვილების ცეკვა უფრო მეტი ენერგია. გასაგებია, მეტი ენერგია. ბროვასტი, რა კარგად მოძრაობ. ჯიჯი, შეხედე ბროვასტი ლეილას როგორ ეხუტება. ჯული, უბრალოდ არ გაიხედო იქით. პატრიკ, მინდი უფრო ჩამეხუტე. როგორ? აი ასე, პატრიკ, იცეკვე. ჯული, ნახე პატრიკი როგორ ეხუტება იანას. კარგი ჯიჯი, არ გაიხედო იქით. თქვენი წყვილი საშინელებაა. პირიქით, თქვენი წყვილია საშინელება. აი ხო ხედავთ როგორ კარგად ცეკვავთ. თქვენ კიდე წვილები არ გინდოდათ. ლეილო, შენ ძალიან მაგარი ხარ და ძალიან კარგად ცეკვავ. საერთოდ მიყვარს რომ ჩემი მეწყვილე ხარ. ვაუ, ბროვასტი, შენ ძალიან კარგად მოძრაობ. არ მეგონა თუ ლუზერები ასე კარგად ცეკვავდნენ. ბროვასტი, რა თქვი? ჯული, ჩვენ ხო დავშორდით, რატო გვისმენ? ხო, ზუსტად.
სიმართლე რომ გითხრა პატრიკ, მეც არ მეგონა თუ ლუზერები ასე კარგად ცეკვავდნენ. ლუზერები მარტო კარგად კი არ ცეკვავენ. ხო? კარგადაც კოცნიან. ღმერთო ჩემო. პატრიკ. მეგობრებო, კარგია, ერთმანეთს კიდევ უფრო მივახლოვდით. ეს უნებიანი ცეკვაა. ხო, გოგოებო, რაღაცნაირად რთული დღეა. ვარჯიშიც კარგი გამოვიდა. წვანე მასტერდება? დიანა, ძალიან. წვანე, ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა. ისე რატომ მიყურებ, რომ თითქოს გინდა რომ შემჭამო. ხო, დიანა, რაღაცის თქმა მინდა. სავალდისფერო ეს არ გააკეთო. ჩუმა დიმა. დიანა, მინდა რომ ჩემი დიმა დაბლოკო. ყველაფრიდან. სავალდისფერო რატომ? წვანე, სიმართლე რომ გითხრა ვერ გავიგე, რატომ უნდა დავბლოკო? ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. მგონი ხვდებით რატომაც არა? უბრალოდ მინდა რომ ჩემმა დიმამ შენი ფოტოები აღარ მოიწონოს, ამიტომ უნდა დაბლოკო. სირცხული. აი ეს ყოფილა პრობლემა. კარგი, უბრალოდ დიმა, ჩემი ფოტოები აღარ მოიწონოს, შენი შეყვარებული გაბრაზებულია. მადლობა დიანა, ჩემი რომ გესმის, როგორც გოგომ გოგოს. ხო, არ არის პრობლემა. დიახ, გამარჯობა. დიახ, მე ვარ პროფესიონალი ჩირილდერი. უბრალოდ მითხარით, როდის უნდა გადავიხადო ფორმისთვის და ნებისმიერ დროს შევძლებ გადახდას. დიანა, მეგობრები, არა მწვანე, არა. კარგი, მადლობა. კნობა, შეიძლება დაგელაპარაკო? ახლა ვსაუბრობ, თუ ვერ ხედავ. დიანა, პირველი ნაბიჯი არ გადადგა. გოგოებო, პირველ ნაბიჯს მე თუ არ გადავდგა, კნობა გააკეთებ სულელურ რაღაცებს. კნობა, შეიძლება ტელეფონი გათიშო, შენთან საუბარი მინდა. კარგით, მადლობა. უბრალოდ გამომიგზავნეთ მისამართი და მოვალთ და გაჩვენებთ რა შემიძლია. დიანა, დაკავებული ვარ, 3 წამი გაქვს. კნოპა, ეს ტყუილები რა საჭიროა? შენ ხომ ბანის ჩირილდერი ხარ? ჯანდაბა, უბრალოდ შერიგდით რა. არაფერს არ ვიტყუები, ბანის ჩირილდერი მე აღარ ვარ. კნოპა, სერიოზულად? დიახ, სერიოზულად. იქნები გამიმართლოს და გუნდის კაპიტანი გავხდე. ჯანდაბა, ვაიმე ღმერთო. დიანა, ეს საუკეთესო მეგობარი არ არის, ის ასე არ მოიქცეოდა. გოგოებო, გამორიცხულია, უნდა შევაჩეროთ. არ დავუშვებ იმას, რომ მე ვავარჯიშო კნოპა და მისი პროგრესი წავიდეს და ვიღაც სხვა საჩვენოს. აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, ეს არ მოხდება. სავალდისფერო ხო ხედავ, ჩხუბი დაიწყე და დრამა შექმენი არაფრისგან, რაღაც ლაიქების გამო. დიმა, დღეს დაგბლოკავენ. სავალდისფერო იცოდე, დიმა მიგატოვებს. რა? კოსტა არ გინდა დაწვანდი. ეგ არ მოხდება. კნობა, თავი დაანებე. კნობა, მოიცადე, ვისაუბროთ რა? ვაუ, საუკეთესო მეგობრებმა მართლა იჩხუბეს. აის წყალი მინდა. მომისმინე კნობა, ეს რას ნიშნავს? ჩემს გუნდში გახდი პროფესიონალი ჩირილდერი და ახლა სხვა გუნდში წახვალ და იქ იცეკვებ? კნობა, ეს ღალატია. გოგოებო, დაწვანდით 4 ჭიქა წყალს მოგცემთ, ოღონდ ჩხუბის გარეშე ილაპარაკეთ. აის მადლობა, მაგრამ მე წყალი არ მჭირდება. კნობა, რომ იცოდე, შენ ხარ არასწორი ამ სიტუაციაში. კნობა, არაფრის გამო გუნდის ღალატი ძალიან ცუდი საქციელია. კნობა, თუ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, მაშინ ბოდიშს მოგიხდი. დიანა, გამორიცხულია, შენ ბოდიშს არასდროს იხდი. მართლა? მიყურე. აი ახლა შემომხედე. აის მე ამბობს რაღაც დრამა აქვს. ჯანდაბა, კნობა, რას აკეთებ? თქვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ხართ. უბრალოდ მაინტერესებს საკმარისი სიმამაცე თუ აქვს იმისთვის, რომ გააკეთოს. დიანა, ვინმე მგაწყენა? რომეო, შენ დაწნარდი, უბრალოდ საუკეთესო მეგობრებმა იკამათეს. არ მომდარდოს მეგობარია თუ არა, დიანას გამო ყველას მივხედავ. რომეო, დაწნარდი, მეგობრები არიან, ჩირლიდერები, მე ამბოხეები, შენ არ გეხება. მოკლედ, ბავშვებო, ყველას წინ მინდა რომ ჩემს მეგობარ კნოპას ბოდიში მოვუხადო. კნოპა, მაპატიე, გთხოვ, თუ ფიქრობ რომ არასწორი ვარ, მინდა რომ ისე საუკეთესო მეგობრები ვიყოთ. მაპატიე, ძალიან გთხოვ. ვაიმე, ეს დაინახეთ? დიანა მსახიობობს, ხო? ნამდვილად კი. ჩემი დიანა საუკეთესოა. მარკუს, რა? დღეს კინოში ერთად არ მივდივართ, რას ლაპარაკობ? კნოპა, აბა მაპატიებ, თუ გინდა ისა რომ წახვიდე გუნდიდან? ახლა კარგად მომისმინეთ, მართლა გეგონა რომ სხვა გუნდში წავიდოდი, ეს იმიტომ გავაკეთე რომ მინდოდა მენახა დიანა ბოდიშს როგორ მოიხდიდა. მოიცადე კნოპა, სერიოზულად? ნუ ხო, ბოდიში მოიხადე, ამიტომ ყველაფერი დამთავრდა, შევრიგდეთ კნოპა, მაგრამ მე მეორედ ასე ბოდიშს აღარ მოგიხდი. ვაიმე კნოპა, ზედმეტები მოგივიდა. ხო და კნოპა, არასწორი იყავი. მოიცადე, შენც არასწორი იყავი. გოგოებო, ახლა კიდე აღარ იჩხუბოთ. კარგი კნოპა, შევრიგდით. საუკეთესო მეგობრები. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.
კარგად